მოგესალმებით, ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლოს ესეთ შეკითხვაზე. თუ რა მოსწონს ადამიანს თქვენში? ანუ რით ხიბლავთ ამ ადამიანს? უფრო მეტად მოდი ჩაიფიქრეთ ეს თქვენს პარტნიორებზე, ლოგიკურად. ზოგადად ჩემი საჯარო გაშლები ეხება ხოლმე, ну აი საზოგადოდ ყველას რა, ეხლა მხოლოდ პირად ურთიერთობებზე ვცდილობ რომ არ ვკონცენტრირდე ხოლმე, მაგრამ მოდი დღეს იყოს აი ამ გაშლაში თქვენს პარტნიორებზე. თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანებზე. რამდენი ვარიანტი იყოს? მოდი იყოს 3 ვარიანტი. რაღაცა კითხა შეიძლება. რა მოსწონს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენში? რით ხიბლავთ? პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. ჩამოვწერთ და თქვენს დაინახავთ. მოდი დავამატებ. რა მოსწონს პირველ ვარიანტში? მეორე ვარიანტსაც დავამატოთ და მესამე ვარიანტსაც. მოდი ესე გადავნაწილდეთ. მესამე ვარიანტისთვის იყოს აი ეს ძალიან საყვარელი მწვანე კაბიანი თოჯინა. აი ეგ დავასკუპოთ. მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს ფერია. დასტაც კი მაქვს ფერიების, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. და პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს ანგელოზი. ესეც ძალიან მიყვარს. ნუ ხა ამ გაშლის დროს ეს ფერები და თოჯინები ძალიან სასაცილოა, მაგრამ ოკეი, არა უშავს. მოკლედ პირველი, მეორე და მესამე ჩაიფიქრეთ. თუ დრო გჭირდებათ დააპაუზეთ. ხედავთ ხო ვარიანტებს გიწეს ჩანს. მე ხა დავიწყებ პირველი ვარიანტით. ანუ ვინ ჩაიფიქრეთ ეს ანგელოზი. აბა თქვენთან რა ხდება? რა მოწონს ადამიანს თქვენში და თქვენი სამართლიანი ბუნება? თქვენი გაწონასწორებული ხასიათი. აქ უმრავლეს თქვენგანი შესაძლებელია იყოთ სასწორები, ზოდიაქოთი. და ძალიან დაბალანსებული ადამიანები ხართ, საკმაოდ რომანტიულებიც, ძალიან ისეთი მგრძნობიარეებიც, მაგრამ ამასთანავე ხართ ისეთი ცეცხლოვანი ბუნების ადამიანი, რომ ეს ადამიანი არის მუდმივად დაძაბული, მუდმივად ეჭვიანობის მდგომარეობაში და აი ეს სიტუაცია, რაშიც ამყოფებთ ამ ადამიანს, რა ესე აგიჟებს და ჭკუიდან გადაყავთ, ძალიან მოწონს, იმიტომ რომ აი თანხმობით გაწონასწორებული ხარ, ძალიან მშვიდი და დალაგებული და ისეთი დაბალანსებული თქვენი რაღაც ესეთი ემოციური გუნება განწყობილებით, მაგრამ აი ეს განცდა იმისა, რომ თქვენ კიდევ სხვა ადამიანებისთვის საინტერესო და სასურველი ხართ, მუდმივად უჩვენს ადამიანს კონკურენციის განცდას და სულ აქვს იმის სურვილი, რომ იყოს მაქსიმალურად ფორმაში, მაქსიმალურად თქვენთვის მოსაწონი, მაქსიმალურად მომხიბვლელი, რომ მის გარდა სხვა ადამიანი არ დაინტერესდეთ. აი ეს ფაქტი და ეს მდგომარეობა ძალიან მოწონს, იმიტომ რომ სულ ტონუსშია, სულ ფორმაშია, სულ აქტიურია და აი ეს მდგომარეობა არის მისთვის ძალიან სასურველი. და აი ეს სიტუაცია, რასაც უქმნით, არის მისთვის ძალიან კომფორტული და ნუ ძალიან კარგი, თვითოკმაყოფილია ყოველ შემთხვევაში. ეს იყო პირველ ვარიანტთან, ამჯერად დაგემშვიდობებით. დღეს რაღაც ცოტა ესეთი სუბუქი და მარწივი გაშლა გვექნება ზედმეტი ჩაღრმავების გარეშე. მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, აი ეს ფერია, სახე არ უჩვენს. აბა თქვენთან რა ხდება? რა მოწონს ამ ადამიანს თქვენში? თქვენი ბუნება, თქვენი ეს ნათელი ენერგიები, თქვენი პოზიტიური ხასიათი, ზოგადად დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, ძალიან ოპტიმისტი ადამიანები ხართ, ძალიან მხიარულები, სოციალურები, შეიძლება ბევრი ნაცნობი მეგობარი გყავთ. აი სადაც აი თქვათ ქუჩაში ერთად მიდიხართ, ვიღაცა ნაცნობი შეგხვდებათ, ვიღაცა ახლობელი გყავთ იმ სფეროშიც, ამ სფეროშიც, რაღაცნაირად აი ძალიან სოციალური და აქტიური ადამიანები ხართ და ეს ფაქტი ძალიან ხიბლავს ამ ადამიანს. ასევე შეიძლება ძალიან კარგი იუმორის გრძნობის მქონე ხალხი ხართ, ძალიან ბევრს გადაადგილდებოდეთ და მოკლედ ძალიან ისეთი
სოციალურად აქტიური ხალხი ხართ, მაგრამ ამასთანავე მისთვის ხართ რაღაცნაირი მიუწვდომელი. თითქოს სულ დისტანციაზე ხართ, თითქოს ბოლომდე არ აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მოგიახლოვდეთ, ემოციურად მოგიჯაჭვოს და აი ეს რაღაც გატათაგობანა და დაჭერობანა მისთვის ასევე რაღაცა ძალიან მომხიბვლელია, იმიტომ რომ აი მუდმივად იხსვის ეს ადამიანი, რომ როგორღაც თქვენს სივრცეში აღმოჩნდეს და როგორღაც ამ თქვენს ურთიერთობას მისცეს ისეთი სახე და მდგომარეობა, რომ როგორღაც მიიყვანოს ისეთ ფინალში, როგორც თვითონ ისურვებდა. ნუ ეგ უკვე თქვენ განსაზღვრეთ იმის მიხედვით, როგორ ურთიერთობაში ხართ, როგორც გითხარით, ძალიან არ ჩაუყვებით დღეს საჯარო გაშლას. ცოტა ესე ზედაპირულად მიმოვიხილოთ და მოკლედ ეს არის რა, ანუ რაღაცა ცოტა ემოციურად მიუწვდომელი ადამიანებიც შეიძლება იყოს, იყოთ უბრალოდ და ჩემი აზრით ცოტა ტოქსიკურებიც, მაგრამ ნუ მისთვის ეს მოსაწონია ყოველ შემთხვევაში. ძველი ქართული ანდაზაა, როგორც ბებიაჩემი იტყო და ალხანას ჩალხანა არ დაელევაო და ცუდია თუ კარგია, მას ეს მოსწონს და ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისეც უნდა იღებდნენ ერთმანეთს, როგორებიც არიან. მეორე ვარიანტი იყო ესეთი პასუხი, ეხლა გადავალ მესამე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრეთ აი ეს მწვანე კაპიანი გოგონა. და აბა ვნახოთ რა მოსწონს ამ ადამიანს თქვენში. რა მოსწონს და თქვენი აქ უფრო მეტად მამაკაცები შეიძლება რომ ირჩევდეთ ამ ვარიანტს, პირველ რიგში დავიწყებ აქედან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის აუცილებელი. შეიძლება ქალბატონებიც იყოთ, მაგრამ უმრავლესი თქვენგანი აქ მამაკაცები ხართ, წესით და რიგით, საკმაოდ ესეთი გრუბი ხასიათის მამაკაცები, საკმაოდ ხისტები, აი ზედმეტად რომ ემოციას არ დაანახებენ ქალს, აი ეგეთი მამაკაცები შეიძლება მიყურებდეთ. სასიყვარულო სამკუთხედში ხართ? ეგ ვარიანტიც არ არის გამორიცხული. და ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს მოსწონს თქვენი აი ეგეთი ხასიათი, ასე რომ ეგეთი ცივი ხართ, ეგეთი მკაცრი რო ხართ და ეგეთი გრუბი, სიტყვაძუნწი, ზედმეტად ემოციებს რო არ გამოხატავთ და რაღაცა ცოტა დომინანტური ხასიათიც რო შეიძლება გქონდეთ, ნუ ამ ადამიანისთვის ეგ ძალიან მისაღებია და ძალიან მოსაწონიც. ასევე მოწონს ის, რომ ზედმეტად რაღაცა დაძაბულობას არ უქმნით. მოწონს ის, რომ სუბუქად უძგებით ამ ურთიერთობას. რომ ის ხოთაშორის რაღაცა ისე, აი არ ვიცი გრანერეთ უნდა ვთქვა, მაგრამ მოწონს ის, რომ ერთ დღესაც შეიძლება უბრალოდ ადგეთ და წახვიდეთ. მიიჯახუნოთ კარები, ისე თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მერე აი ცოტა ხანში რომ ისევ მაინც ბრუნდებით და მაინც რომ ვერ ეშვებით, აი ეგ მდგომარეობა მოსწონს. ხო, ესე პირდაპირ ვთქვა რა, ეხლა ძალიან ვუყურებ, როგორ თქვა და აჰა, პირდაპირ გეუბნებით. მოწონს ის ფაქტი, რომ აი ეგრე ერთ დღესაც მოგივლით და საერთოდ ეუბნებით, რომ ეხლა თავს დაგანებებ და საერთოდ აღარ მინდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ მეორე სულს რომ მაინც ისევ მასთან ბრუნდებით და მიდიხართ და სხვათა შორის რაღაცა მგონია, რომ რაღაცა ფინანსურადაც შეიძლება ეხმარებოდეს და საერთოდაც აქ მგონია, რომ აქ დაოჯახებული მამაკაცები უფრო მეტად შეიძლება რომ იყურებდნენ. და ეს კონკრეტული ვარიანტი შეიძლება ჩაიფიქრეთ ფარულ ქალბატონზე, რომელიც მაგალითად ანუ მეუღლეზე არა, უფრო ქორწინების გარეშე მყოფ ქალბატონზე უფრო მეტად შეიძლება იყოს ჩაფიქრებული. თუმცა არ არის ეგ მაინც გადამწყვეტი და აუცილებელი, მაგრამ უმრავლეს თქვენგანისთვის ეს ვარიანტი ესე მუშაობს. აი ძალიან პირდაპირი პასუხია და ანუ ვერც კი განვავრცობ ეხლა მაგალითად აი ამ ვარიანტს ქალბატონების შემთხვევაში, იმიტომ რომ
აქ არის სასიყვარულო ურთიერთობა, სასიყვარულო სამკუთხედში მყოფი უფრო სწორედ და არის მამაკაცის პერსპექტივიდან ეს ვარიანტი. მადლობა, რომ ხართ ჩემთან, მადლობა, რომ მისმენთ, მენდობით. მინდა რომ მადლობა მოგიხადოთ თქვენი გამოხატული მადლიერებისთვის, თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. ძალიან მიყვარხართ და მიხარია რომ ხართ ჩემთან. და შეგახსენებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ამჯერადაც ძალიან გამახარებთ თქვენი კომენტარებით და ლაიქებით. პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78. ნახვამდის წარმატებულ დღეს ან საღამოს გისურვებთ.